ზაფხულამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. შენ კი ისევ არ ხარ შენთვის სასურველ ფორმაში? მოასწარი და დაიკელი 5-10 კილოგრამი სეზონის დადგომამდე. როცა სამსახურში არ გაქვს დრო, გაქვს მუდმივი სტრესი და დედლაინები, ჯანმრთელობა უკან გრჩება და წონაშკილებასაც ვეღარ ახერხებ. შეიძლება უკვე იმედები გადაგეწურა და გონია რომ არაფერი გამოგივა, მაგრამ მინდა გითხრა რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლია და შენს გარდა ამას ვერავინ გააკეთებს. ამ დროს შენ არ გჭირდება დიეტა და არც კანცის გაწყვეტამდე ვარჯიში. შენ გჭირდება აი ეს 3 წესი. ჭამე ნელა, ივარჯიშე დღეში 15-20 წუთი და დაიძინე 23 საათამდე. როდესაც შენ ჭამის დროს უყურებ ტელევიზორს ან სკროლავ ინსტაგრამს, ამ დროს დიდი შანსია რომ ზედმეტი საკვები მიიღო. რის შემდეგაც კი შეგიძლია დაემშვიდობო წონის კლებას. მინიმალური ფიზიკური აქტივობაა სწრაფი ნაბიჯებით სიარულიც. თუ არ გაქვს იმის დრო და პირობები, რომ კვირაში 3-ჯერ ივარჯიშო დარბაზში, შეგიძლია ჩამოხვიდე ერთი გაჩერებით ადრე და გაისეირნო ფეხით. ან თუ მანქანით მოძრაობ, დანიშნულების ადგილამდე ცოტა მოშორებით დააპარკინგე და ფეხით მიდი ადგილამდე. დაძინებამდე 1 საათით ადრე მოშორდი ყველანაირ ეკრანს. საძინებელში კი შექმენი მყუდრო და მშვიდი გარემო. გინდა რომ როცა სარკეში ჩაიხედავ და დაინახავ საკუთარ თავს, ისიამოვნო შენი შედეგით. მე არ გთავაზობ ჯადოსნურ აბებს, მაგრამ მე გაძლევ სტრატეგიას, რეალურ შედეგს და იმას, რომ არ დაკარგო შენთვის ძვირფასი დრო ფუჭად. უკვე ასობით ქალმა დაიკლო ჩემთან ერთად 5, 10 და ზოგმად 15 კილო. სწორად ჭამით, შიმშილის გარეშე და ენერგიის მომატებით. თუ გსურს არ გადადო შენი პროგრესი და ზაფხულის პირველივე თვეს დაინახო შენი შედეგი, ახლავე დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება და მიიღე 15 წუთიანი კონსულტაცია. დაიწყე მაშინ, როცა სხვები უბრალოდ ოცნებობენ. ადგილები შეზღუდულია და გაითვალისწინე რომ კონსულტაციებს ვატარებ 21 წლიდან ზემოთ.